როგორ იქცა საქართველოს ფულის გათეთრების ჰაბად შაბათის ფორმულაც მასშტაბური ჟურნალისტური გამოძიებით დასტურდება, რომ ქვეყანაში ასეულობით მილიონი გაურკვეველი წარმომავლობის ფული შემოდის, საქართველოში კი მისი გაქეშება და ლეგალიზაცია ხდება. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ამ სქემით დაკავებულ ერთ-ერთ პირს ფორმულას ტელეწამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილი დაღესტნელი ბიზნესმენის სახელით დაუკავშირდა. შეხვდა და რუსული რუბლების საზღვარზე შემოტანასა და ამ ფულის გაქეშებაზე შეთანხმდნენ. მეორე გამოძიებით კი ანალოგიურ სქემაში სავარაუდოდ ჩართული აღმოჩნდა ოცნების თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის კომპანია. თამარ დემეტრაშვილი მოგვიყვება ამ სქემისა და მასში მონაწილე ფიგურანტების შესახებ. შაბათის ფორმულას გამოძიების ფარგლებში ჟურნალისტებმა მოგონილი ლეგენდით ფაქტობრივად შემოიტყუეს ფულის გათეთრებით დაკავებული პირები და საქმიანი გარიგების დეტალებიც შეათანხმეს. ეთერში გასული მასალა ფაქტობრივად ადასტურებს, რომ ქვეყანაში ორგანიზებული სქემა მუშაობს, რომლის ფარგლებში ასეულობით მილიონის რუბლი, შავი დოლარი და კრიპტოვალუტა შემოდის. საქართველოში კი მათი ლეგალიზება ხდება გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ. შაბათის ფორმულას გამომძიებელი ჟურნალისტები კონტაქტზე გავიდნენ ვინმე გიორგი ლომიძესთან, რომელიც კოლ-ცენტრების ერთ-ერთი საქმის ფიგურანტი და მოწმეა. ის სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში ადასტურებს, რომ მონაწილეობდა თაღლითური კოლ-ცენტრებიდან მიღებული ფულის, ასევე კრიპტოვალუტის გათეთრების ოპერაციებში. სავარაუდოდ ჩვენების სანაცვლოდ ის თავისუფლებაზეა, თუმცა ფულის შოვნის ჩვეულ სქემაზე უარი მაინც არ უთქვამს. მრავალკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი, რომელიც ფულის გამთეთრებლებს დაღესტნელი ბიზნესმენის სახელით გაეცნო, მათ სასტუმრო Redison Iverიაში შეხვდა და ასეულობით მილიონის რუბლის გადახურდავებასა და დოლარის ლეგალიზაციაზე შეუთანხმდა. ეს ყველაფერი კი ფარულადაა გადაღებული, რაც ფაქტის უტყუარობას ადასტურებს. მეორე გამოძიებაში კი საუბარია კრიპტოვალუტის გადახურდავებაზე, გაქეშებაზე, რომელიც სავარაუდოდ კომპანია ვერტის გავლით ხორციელდება. ამ შემთხვევაშიც კომპანიის წარმომადგენლებს ჟურნალისტი უძრავი ქონების ბიზნესით დაკავებულ ადამიანად გაეცნო და რუსეთიდან დაუდასტურებელი წარმომავლობის კრიპტოვალუტის გადახურდავებაზე, გაქეშებაზე შეუთანხმდა. კომპანიის წარმომადგენელმა გამომძიებელ ჟურნალისტს აუხსნა, რომ დაუდასტურებელი წარმომავლობის შემთხვევაში კრიპტოვალუტის გაქეშებას გაცილებით მაღალი პროცენტის გადახდა სჭირდება და ოპერაციაც კომპანიის კამერების მიღმა უნდა გაკეთებულიყო. კომპანია ვერტი ბაზარზე ლეგალურად მუშაობს და ის ყოფილ დეპუტატ ირაკლი სესიაშვილს ეკუთვნის. გამოძიების ეთერში გასვლიდან მალევე ის ფორმულას დაუკავშირდა და ამ სქემაში მონაწილეობა კატეგორიულად უარყო, თქვა, რომ მის კომპანიას დაქირავებული მენეჯმენტი მართავს, თავად კი კომპანიაში სულ რამდენჯერმე შეიარა. Завожу деньги, вот эти рубли. Но мне сказали, что вы можете помочь с границей. И также поменять рубли на доллар или на тезер. Мне сказали, что ты курируешь этот, Георгий курирует этот бизнес. Брат, сейчас такая ситуация в Грузии, что рубли остановились, вообще не заходит ничего. Просто в следующей неделе мы думаем, что они все уже наладится, эта тема. Мы что, по телефону не разговариваем? Ты можешь приехать, поговорим? Без гарантии. Я не хочу просто вот зря терять время. Я и так завожу деньги. Но на границе у меня, я хочу большой объем, там 60, 80, 100 миллионов рублей порядка. Брат, без нашей встречи не делай ничего. Мы встретимся, после того ты можешь начинать, поговорим, короче, когда встретимся. На той неделе я буду, просто заведомо ты ничего не можешь сказать, что все будет хорошо и так далее, и так далее. Да, без нас ничего не делай, встретимся, потом поговорим вообще. Могу занести, практически ежедневно или еженедельно, допустим. Есть ли схема какая-нибудь, гарантия какая-нибудь? А вы можете рубли только или доллары? Доллары тоже могу занести. Только не совсем уж легальные. Сертификат происхождения не будет. А границы я декларировать не собираюсь. Чтобы разбираться в ситуации, надо день-два максимум. Чтобы мы сам позвоним, когда мы 100% знаем ответ на эти все вопросы. Ладно, давай. Рад был. Нужно 500 000.
Да, без проблем. Да. Значит, 4 миллиона это потолок, что вы Да. Ну, если у вашего клиента есть официальное подтверждение происхождения этих средств, условно, он там что-то продал. Да. И Да, он продал может эти квартиру. документы показать, и он проходит у нас верификацию. Если у него нет этих документов, то мы также можем делать вывод, но там ставка будет хуже, где-то порядка 5%, то есть это будет минус 1,7 условно на сегодняшний день. И мы это делаем уже не в кассе, потому что это немножко другой характер выдачи. Мы не сможем ее объяснить перед Нацбанком. Ну вот я с вами откровенен, да, чтобы вы все понимали. Да. ეს ვიღაც სერგეი ჯერ პირველ რიგში სრული პასუხისგებლობით ვაცხადებ რომ მე როცა ეს კომპანია დავაფუძნე ჩემი სახელი არავით არის ფარული მიდგომებით კომპანიის მართვისგან მართვა ჩავაბარე კონკრეტულ ჯგუფს და მე საერთოდ არ ვერეოდი და ამ ოფისში სულ სამჯერ ვარ ნამყოფი ესე იგი ვინ არის ეს სერგეი რომელიც ცხოვრებაში არ მინახია და არც მას ანდრეი ქვია და კიდევ მეორეა მენეჯერი ორივე მონაწილეობდა ამ გამოძიებო რეპორტაჟში მე დღეს შევხვდი კომპანიის დირექტორს რომელმაც ამისდა რომ ფაქტობრივად ეს ადამიანები არიან ბროკერები რომელთაც მოყავთ კლიენტურა და შესაბამისად მოგებიდან გარკვეულ ბონუსებს იღებენ. ქვეყანა გაურკვეველი წარმომავლობის ფულის ბრუნვის არეალად იქცა და საქართველოს რეპუტაციას აზიანებს მიიჩნევენ ეკონომისტები და ოცნების ოპონენტები ამბობენ რომ ეს ჟურნალისტური გამოძიებები კონკრეტული დასტურია იმისა რაზეც წლებია ყველა საუბრობს იხსენებენ ერთ კონკრეტულ შემთხვევასაც როცა პატარა სავალუტო ჯიხურმა 600 მილიონი რუბლის კონვერტაცია მოახდინა და ეს თავად ოცნებამაც აღიარა დაკავებულია ერთი პირი ამ საქმეზე თუმცა თუ კი ერთი სავალუტო პუნქტი ამდენს ახერხებს ძალზე დიდი ალბათობა იმისა რომ საფინანსო სისტემისა და კონტროლის მიღმა მილიარდობით ნაღდი ფული და კრიპტოვალუტა ბრუნავს და ლეგალურ სახებს იღებს უკვე საქართველოში. ძალიან სამწუხარო ამბავი არის ზოგადად ქვეყნისთვის ძალიან ცუდია რეპუტაციულად, რომ საქართველოს ესეთი ქვეყანა ხდება, ქვეყანა რომელიც ემსახურება ადამიანებს, რომლებიც სანქცირებულები არიან დასავლეთის მიერ. ამ სანქცირებულები რო არიან, იმას ნიშნავს, რომ ისინი რაღაც ოპერაციებს ვერ უნდა აკეთებდნენ. ეგ არის ამბავი და ჩვენთან კიდე ხდება ამ ადამიანების მომსახურება ოფიციალური სტრუქტურების გვერდის აულით ერთი მხრივ, თუმცა მეორე მხრივ ცხადია, რომ ეს ყველაფერი ვერ განხორციელდებოდა ვერ განხორციელდებოდა რაღაც ფარველობის გარეშე, იმიტომ რომ თუ ფორმულას ჟურნალისტს შეუძლია ამის აღმოჩენა, სუსტად შეუძლია წარმართივად. შაბათის ფორმულას გამომძიებელმა ჟურნალისტებმა საკუთარი მრავალკვირიანი მუშაობით ფაქტობრივად ნახევარზე მეტი საქმე უკვე გააკეთეს. ახლა კი ჯერი სამართალ დამცველებზეა, ვნახოთ მოახდენს თუ არა ამ ყველაფერზე რეაგირებას ოცნების პროკურატურა.